დიდება იესოს. მოდით ძვირფასებო ჩვენ გავაგრძელოთ ფილიპელთა წერილის შესწავლა. ფილიპელთა პირველი თავის მე-12-დან მე-14 მუხლის ჩათვლით. ძმებო, მსურს იცოდეთ, პავლე მოციქული წერს ფილიპელებს, რომ ჩემს თავს გადამხდარი სახარების დიდ წარმატებას ემსახურებოდა. რაც თავს გადამხდა, ეს დევნები, დაპატიმრება, ყველაფერი სასიკეთოდ მეწია. იცით ძვირფასებო, ხშირ შემთხვევაში, როდესაც ეკლესია ან მომსახური პრობლემებს გადის, სასიკეთოდ ეწევა. ეს ჩვენს ცხოვრებაში მაგალითად გამოცდილი გვაქვს. როდესაც პირველი დევნები გქონდა ჩვენ 99 წელს, რთული იყო ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მაგრამ სასიკეთოდ გვეწია. უფრო გამობრძმედილები გამოვედით, მეგობრები შევიძინეთ, ტელევიზიაში გამოვედით, ჩვენ შესახებ ინფორმაცია იყო და უფრო მეტად დავფუძნდით რწმენაში და სიხარულიც ჰქონდა. გაიგეს ჩვენ შესახებ, მაშინ დავირქვით ეს სახელი ევანგელისტური და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მეორე, ახლა როდესაც ჰქონდა ჩვენ პრობლემები, თქვენ იცით ამ სამლოცველო სახლის შესახებ, რომ უნდათ ჩვენთვის წაერთმიათ, იმიტომ რომ ჩვენ არ დავემორჩილეთ იმ წესებს და კანონებს, რომელსაც ჩვენ გვთავაზობდნენ და არ იყო ღმერთისაგან, ამიტომ ჩვენ მათ გადაწყვიტეს, რომ დავესაჯეთ ჩვენთვის. იცით, ჩვენ თითქოს პირველი მერცხლები ვიყავით. და ახლა თქვენ ხედავთ, რომ 1000 რამეს უგონებენ ადამიანებს, რომ ციხეში ჩასვან. და იცით რა, ეხლა რა თქმა უნდა, რთული იყო ამ პროცესში გავლა და გარკვეული რაღაც ზიანიც მოგვაყენეს ჩვენ მათ, მაგრამ ჩვენ გავხდით უფრო შეკრულები, უფრო ძლიერები, უფრო ცნობილები, ტელევიზიითაც გამოვედით, უფრო რაღაცნაირად დავმყარდით ჩვენს რწმენაში. მე თვითონაც სხვანაირი გავხდი, ვატყობ. უფრო გაბედული რაღაცებში, უფრო საკუთარ თავში დარწმუნებული. ამიტომ ზოგჯერ სირთულეებში რო გადიხარ, ხო, ეს ყველაფერი სასიკეთოდ გეწევა. თუ შენ სწორ გზაზე დგეხარ. ამიტომ პავლე მოციქული ეუბნება, რომ მინდა იცოდეთ, რომ რაც გადამხდა თავს, ეს სირთულეები სახარების დიდ წარმატებას ემსახურებოდა. უფრო მეტმა გაიგო, უფრო მეტმა დამინახა, ისე რომ ჩემი ბორკილები ქრისტეში ცნობილი გახდა პრეტორიუმისა და ყველა დანარჩენებისთვის. ჩვენ ხშირად არ ვიცით, ჩვენ რომ გავდივართ რაღაც პრობლემებს, გონია პრობლემებში გავდივართ, მაგრამ რეალურად ღმერთი რაღაცას ამისაგან საუკეთესოს აკეთებს. იქ რა მდგომარეობაშიც და რა სიტუაციაშიც ვართ ჩვენ დღევანდელ დღეს, უფალს აქვს გეგმა მომავლისათვის. უფალი ამზადებს რაღაცას დიდებულს და ჩვენ ველოდებით ამ ჟამს, მაგრამ ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა ვიყოთ მომზადებული. ამიტომ ღრმავდებით ღმერთის სიტყვაში, ეხლა გვაქვს დრო ამისათვის, ეხლა ვდგევართ სწორ გზაზე, რომ თავის დროზე ვთქვათ ის რაც საჭიროა. პავლე მოციქული ბორკილებში კი იყო, მაგრამ შინაგანოდ მზად იყო უკვე და როდესაც ციხეში ჩასვეს, მისი ბაგებიდან გამოსულმა სიტყვებმა იმოქმედა პრეტორიუმზე. ის შეიძლება არასოდეს არ გეგმავდა, რომ სადღაც, ესე იგი, სამთავრობო დაცვაში გაავრცელებდა სიტყვას, მაგრამ ღმერთი გეგმავს, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. დიდება იესოს. და ძმათა უმრავლესობა უფალში გამხნევდა ჩემი ბორკილებით და გაბედა, რომ უფრო თამამად და უშიშრად ელაპარაკა ღმერთის სიტყვა. ის იყო მაგალითი ბრძოლისა. იცით ძვირფასებო, ჩვენ ახლა გავაგრძელებთ ამას, მაგრამ პავლე მოციქულის დრო გავს ჩვენს დროს და პავლე მოციქულის მოქმედებები გავს ჩვენს მოქმედებებს.
იცით პავლეს დროს ნახეთ ქადაგებდნენ იყვნენ ეკლესიები მაგრამ ზოგიერთი გაუბედავი იყო რაში იყო გაუბედავი აქეთ იუდეველები იყვნენ თავიანთი ძველი ტრადიციული სჯულით აქეთ რომაელები იყვნენ თავიანთი სარწმუნოებით და თავიანთი სეკულარული ფილოსოფიური გაგებით აქეთ ჰოლივუდი იყო ასე ვთქვათ აქეთ იყო კიდე ტრადიციული რელიგიური სისტემა ამიტომ ეხლა კი ქრისტეს წამდათ მაგრამ მაინც რთული იყო იმიტომ რომ იქეთ ისინი დასცინოდნენ აქეთ ესენი ეუბნებოდნენ თქვენ ვინახართ რაღაც სექტა ხართ ამიტომ მათ მაინც ყოყმანობდნენ ამათაც თავს უქონავდნენ და იქეთ ახარესაც თავს უქონავდნენ მაგრამ პავლე მოციქული როგორ იყო პავლე მოციქული ამბობდა რომ მართალია თქვენთვის უგუნურება და თქვენთვის დაბრკოლება, მაგრამ ჩვენთვის არის ხსნა და სიცოცხლე. დიდება იესო ქრისტეს. ამიტომ, როდესაც პავლე მოციქულს ხედავდნენ ასე უშიშარს, ასე გაბედულს, არც ციხეს შეუშინდა, არაფერს არ შეუშინდა, ბევრისთვის მაგალითი გახდა და ბევრს მოუნდა ყოფილიყო ასეთი. იცით დღეს სოფლიოში პრობლემა რაშია, იცით? ქადაგებლები უამრავია, უამრავი მსახურებია, მაგრამ გმირები არ არიან. გმირები, რომლებიც პირდაპირ იტყვიან, არა. პეტრესაც და ბარნაბასაც, რომელიც მისი ახლო მეგობარი იყო, მათაც კი შენიშნა მისა და თქვენ იცით, რომ ბარნაბა იყო პიროვნება, რომელმაც პავლე წამოიყვანა ტარსუსიდან და მოიყვანა ანტიოქიაში. ანუ პავლე თავისთვის იყო, პავლე არ ფიქრობდა თითქოს მსახურებაზე. თავისთვის განმარტოვდა ზუსტად არ ვიცი ეს ჩემი ვარიაციებია, მაგრამ იერუსალიმში რო ჩავიდა ფაქტიურად ეკლესიებმა არ მიიღეს და ნუ წავიდა თავისთვის იყო ჩაღრმავდა სიტყვაში, მაგრამ ბარნაბა მოკიდა ხელი და წამოიყვანა. მაგრამ და ალბათ ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ, იმიტომ რომ ერთად დადიოდნენ მისიონერულ მოგზაურობაში, ერთად იყვნენ ანტიოქიის ეკლესიაში, მაგრამ მაინც კონფლიქტი მოუხდა ბარნაბასთან. ჯერ იყო და უთხრა რომ შენ ესე იგი გაგიტაცაო ამ თვალთმაქცობამო და მე მარკოზის გამო მოუხდათ პრობლემები ერთმანეთში. ჩვენ არ ვიცით პავლეს თვისებები ბოლომდე, მაგრამ როგორც ჩანს განსაკუთრებული იყო ეს კაცი. როგორც ჩანს განსაკუთრებულად დამცველი იყო ღმერთის სიტყვის. როგორც ჩანს განსაკუთრებულად იყო გამოცხადების მქონე ეს კაცი. ამიტომ ბევრისთვის მაგალითი გახდა და ამბობდნენ მე მინდა პავლესავით ვიყო, მე არ მომწონს იაკობის საქციელი, მე პავლესავით ვიქნები და თუნდაც თავი მომკვეთონ, თუნდაც ციხეში ჩავჯდე, მე მაინც გავაგრძელებ ამ გზას. და პავლე მოციქული ამბობს, რომ ბევრმა გაბედა, ესე იგი ვერ ბედავდნენ და უფრო თამამად და უშიშრად ელაპარაკა ღმერთის სიტყვა. რას ვერ ბედავდნენ? ვერ ბედავდნენ, რომ უშიშრად ეთქვათ სიბნელეზე სიბნელე, ეთქვათ იუდეველებისათვის, რომ რჯული აღარ არის, მაგ რიტუალები, წესჩვეულებები, ტრადიციები, რაც გაქვთ, უკვე აღსრულდა იესო ქრისტეში და აღარ არის საჭირო, ამას ვერ ბედავდნენ. რომაელებს რას ვერ უბედავდნენ? ქვეყნიერებაზე თქვენ რაც გაქვთ ეს ყველაფერი, ეს უნდა მოექცეს იესო ქრისტეს მსოფლმხედველობაში. მაგრამ ღმერთის სიტყვა როგორი ნათელია და ისინი რას ამბობენ? ღმერთის სიტყვა არ უნდა წაიკითხო იქნებ, იმიტომ რომ შეიძლება ვერ გაიგო ისე როგორც საჭიროა. ესე იგი ისინი ფაქტიურად ამბობენ, რომ ვინც ეს დაწერა, გაუგებრად დაწერა. წიგნი მით უფრო მეტად იღებს ჯილდოს, რაც უფრო მეტად გასაგებია და მოქმედებს ადამიანზე. ხო ასე არის. რომელიც წიგნი იბეჭდება უფრო მეტი, რომელიც იყიდება
ბესტსელერი რომელი არის? გაუგებარი 8 წიგნი, ვერა წაიკითხა ერთმა, წაიკითხა ორმა, ეკითხება მესამე და ვერაფერი ვერ გავიგე. იყიდის ის მესამე იმ წიგნს? არ იყიდის. მაგრამ თუ იტყვის ადამიანი რომ დავიწყე, ვერც კი გავიგე როგორ დავამთავრე, ისე გაირბინად რომ ვერ მოვწყდი წიგნს, აი ეს არის ბესტსელერი და იმ წიგნის ავტორს აძლევენ ჯილდოს. მაგრამ შენ რომ მეუბნები რომ ბიბლიას ვერ გაიგებო, ესე იგი შენ ამბობ რომ ამის ავტორი არის უგუნური. არა ჩემო მეგობარო, ამის ავტორი არის მეფეთა მეფე და უფალთა უფალი. შენ ეს უნდა წაიკითხო. იმიტომ რომ ღმერთმა მითო დააწერინა, წასაკითხა დააწერინა. გაგიგიათ თქვენ რომელიმე ესე იგი ავტორი, მე ვწერ წიგნს, მაგრამ ვწერ იმისათვის რომ არავინ არ წაიკითხოს. გაგიგიათ ასეთი ლოგიკა აქვს. დაწერილი არის იმისათვის რომ არავინ არ უნდა წაიკითხოს. მე უნდა წავიკითხო და მე უნდა მოგიყვე ისე როგორც მე ვფიქრობ რომ სწორია. იმიტომ რომ შენ რო წაიკითხო, შენ ვერ გაიგებ იმდენად რთული და ჩახვეულია ეს რაღაცა. არა, ღმერთის სიტყვა ნათელია. დიდება იესოს. დიდება ჩვენ ძლიერ ღმერთს. და ადამიანები უშიშრად ლაპარაკობდნენ რას? ღმერთის სიტყვას. დიდება იესოს. და პავლე მოციქულმა შეძლო ის პატიმრობაში და დევნაში, რაც ვერ შეძლო თავისუფლებაზე ყოფნისას. ანუ მის წინაშე გაიხსნა ახალი სივრცეები, რომელიც პატიმრობის დროს გაიხსნა და არა მისი თავისუფლებაზე ყოფნისას სხვა გამოწვევები იყო, რა თქმა უნდა. საქმეების 28-30-ში წერია. ხოლო პავლე მთელი 2 წელი ცხოვრობდა თავის ნაქირავებში და ღებულობდა მასთან მომსვლელებს. ანუ აქ წერია ამ პერიოდის შესახებ, როდესაც ის იყო პატიმრობაში და წერია რომ 2 წელი იყო დაპატიმრებული, ნაქირავები ჰქონდა ბინა და შეეძლო მიეღო მომსვლელები. ფილიპელთა პირველი თავის 15-დან 18-ის ჩათვლით. თუმცა აგრძელებს პავლე მოციქული ფილიპელებისთვის წერილის მიწერას, თუმცა ზოგიერთი შურითა და ჯიბრით, ზოგი კი კეთილი განზრახვით ქადაგებს ქრისტეს. ერთნი სიყვარულით, რადგან იციან, რომ სახარების დასაცავად ვარ დაყენებული. მეორენი კი ჯიბრით, არაწმინდად ქადაგებენ ქრისტეს, რადგან ფიქრობენ, რომ ამით ჭირს მიუმატებენ ჩემს ბორკილებს. მერე და რა? პირმოთნეობით იქნება ეს ქადაგება თუ გულწრფელად, ქრისტე იქადაგება და ეს არის ჩემი სიხარული. ნახეთ ძვირფასებო, პავლე ამბობს, რომ მის ეპოქაში, მის პერიოდში, პირველ ეკლესიაში იყო ქადაგებლების 2 კატეგორია. იესო ქრისტეს ქადაგებლების, ქრისტეს სხეულის ნაწილის, ქრისტიანების. ქადაგებლების პირველი კატეგორია იყო ისინი, რომლებიც ქადაგებდნენ, მაგრამ ეჯიბრებოდნენ და შურდათ პავლე მოციქულის. რა იყო ასეთი ეს პავლე მოციქული, მოკლედ? ანუ იყო პიროვნებები, რომლებსაც შურდათ და ეჯიბრებოდნენ პავლე მოციქულს. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ, რომ პავლე მოციქულის მდგომარეობა არა მხოლოდ ის, რომ იქ მოშურნებს, ებრძოდა დოქტრინალურად, იქ ესე იგი გალატელებს წერილს წერდა, იქ წინადაცვეთ არის თუ არა, არამედ იყვნენ ადამიანები, რომლებიც სწორად ქადაგებდნენ. აქ არ წერია სხვა სახარებას ქადაგებენ, არა. ისინი სწორად ქადაგებდნენ იმავე მოძღვრებას, რასაც პავლე ქადაგებდა, კერძოდ რომ
გამართლება არის რწმენით, მადლით. მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი ეჯიბრობოდნენ და შურდათ პავლესი. ანუ იყვნენ რაღაც ოპოზიციურად. იცით, პირველი ეკლესიაც უკვე ხედავთ, როგორი დაძაბულობა და დაგსაქსულობა პირველ ეკლესიაში. ზოგიერთი ეკლესია დღეს წახით, რომ ჩვენ მოციქულთა დროიდან მოვდივართ და მათ წარმოდგენა არ აქვთ, რომ მოციქულთა დროშიც კი იყო ბევრი სირთულე. ამ ადამიანებს გონიათ, რომ მოციქულების დროს ეკლესია იყო რაღაც მართლმადიდებლური ან კათოლიკური, იყო პაპი პეტრე მოციქული, ყველა ემორჩილებოდა, იყო ერთი სწავლება და ის ერთი სწავლება აქვს დღესაც. ეს არის უბრალოდ უგუნურება, ისე ხალხს უთხრან მარტივად, რომ იქ იყო ერთი და ის ერთი ვართ ჩვენ. მაგრამ იყო ქადაგებლების კატეგორია, რომლებიც ეჯიბრებოდნენ და შურდათ პავლესი. რაში ეჯიბრებოდნენ პავლეს? ან რისი შურდათ? რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია გქონდეს ჩვენი ინტერპრეტაცია ამ საკითხებზე. მაგრამ პავლე ამბობს, რომ მათი მოტივები იყო არაწმინდა. ესე იგი ამბობდნენ, რომ პავლე მოციქული წერს, რომ არაწმინდად, არაგულწრფელად ქადაგებენ ქრისტეს. ხოლო მე-18 მუხლში წერია, რომ თვალთმაქცური იქნება თუ არაო ქადაგებაო. ანუ ისინი თვალთმაქცურად ქადაგებდნენ ქრისტესო. და მათი მიზანი, როგორც წერია, პავლეს მდგომარეობა და ბორკილები დაემძიმებინათ და ქადაგებდნენ მის წინააღმდეგ. ანუ ეს ადამიანები, რომლეთაც შურდათ პავლესი, რომლებიც ეჯიბრებოდნენ პავლეს და ისინი ქადაგებდნენ ისე, რომ პავლეს მდგომარეობა ბორკილები უფრო დაემძიმებინათ. ეხლა ჩვენ მე როდესაც ვფიქრობდი და ვლოცულობდი ამაზე, რა უნდა იყოს ეხლა ამათ შორის ასეთი, ერთიც სწორად ქადაგებს, მეორეც სწორად ქადაგებს და რა უნდათ ეხლა ის მოშურნეები არ არიან, რომლებიც ჯულს ქადაგებდნენ, არა, ამათ სხვა რაღაცა შურდათ. ანუ ალბათ, იცით რა არის, პავლე მოციქული მიდიოდა რაღაც გზით და ამ გზას მოჰქონდა მისი პატიმრობა. მაგრამ ეხლა ესენი ფიქრობდნენ, რომ და პავლე მოციქული მორალურად თითქოს იყო გამარჯვებული. ხოლო ესენი მორალურად არ იყვნენ გამარჯვებულები, ესენი ისე ქადაგებდნენ, რომ ციხეებში ვერ ხვდებოდნენ, ანუ უფრო რბილად ქადაგებდნენ, უფრო ესე იგი სხვა კუთხით მიდიოდნენ და მე მახსოვს, როდესაც ჩვენ დევნები გქონდა და იცით, იყვნენ ადამიანები, ეკლესიის ხელმძღვანელები, რომლებიც ტრაბახობდნენ, რომ ჩვენ ყოველთვის კომუნისტების დროს ვიდევნებოდითო. და თითქოს მორალური უპირატესობა ჰქონდათ მათ ყოველთვის მრევლთან, რომ აი ჩვენ დევნილი ხალხი ვართ და თქვენ ჯერ ეხლა არ იცით ის რა იყო მაშინ. მაგრამ ჩვენ როდესაც დევნები დაგვეწყო და პრობლემები შეგვექნა და ცნობილი გახდა, რომ ჩვენ დევნილი ეკლესია ვიყავით, მათ ეს არ მოეწონათ. იმიტომ რომ თითქოს ის მორალური უპირატესობა დაკარგეს, იმიტომ რომ ეხლა მარტო ისინი კი არ არიან დევნილები, აი ჩვენც ვართ ეხლა დევნილები, მაგრამ თუ ჩვენ დევნილები ვართ ამ ქვეყანაში, მაშინ წესით ისინიც უნდა იყვნენ დევნილები. იმიტომ რომ სიმართლისთვის თუ ერთი ეკლესია იდევნება და სხვა ეკლესია არ იდევნება, ესე იგი სხვა ეკლესია რაღაც მორალურად უფრო დაბლა გრძნობს თავს. ამიტომ მე მახსოვს, რომ ჩვენზე ამბობდნენ მაშინ, რომ ეგენი მიტო იდევნებიან, რომ ცოდვაში არიანო. ანუ ამ ადამიანებს ჩემი აზრით, ეს ჩემი ინტერპრეტაცია არის, მათ არ მოსწონდათ პავლე მოციქულის მორალური უპირატესობა. რომ ის იბრძოდა, რომ ის პირდაპირ იყო და ხალხის თვალში ყოველთვის გმირად ითვლებოდა ის. ამიტომ მათ გარკვეული შიში ჰქონდათ, რომ საკუთარი ძალაუფლება არ დაეკარგათ. მათ არ აწყობთ, იცით, საერთოდ, როდესაც ადამიანები
ეხლა ამ შემთხვევაში არ ვამბობ მე, მაგრამ ზოგადად თუ დაუშვათ მსახურები, ღმერთის მსახურები არიან ცოდვაში, მათ უნდათ რომ შენც გაგრიონ იმ საქმეში. იმიტომ რომ მათ უნდათ რომ შენ გახდე მათნაირი, რომ მორალური უპირატესობა არ დაკარგონ. ამიტომ მე ვფიქრობ, ისინი ქადაგებდნენ რომ ჩემი ბორკილები დაემძიმებინათ, ანუ ჩემი პატიმრობა დაებრალებინათ, რომ პატიმარი იმიტომ კი არა ვარ, რომ სიმართლეს ვლაპარაკობ, იმიტომ რომ სხვა პრობლემების გამოა ეგ მან პატიმარი. და ისინი ასე ქადაგებდნენ. დიახ, ისინი არ იყვნენ ის მოშურნენი, რომელიც გალატიის ეკლესიაში ჩავიდა თავის დროზე იერუსალიმიდან და წინადაცვეთას ქადაგებდნენ, რადგან არ წერია, რომ სხვა სახარებაზე იყვნენ გადასულები, მაგრამ მათ არ უყვარდათ პავლე. არ უყვარდათ პავლე. თურმე ვიღაცებს პავლე არ უყვარდა. ისე არ არის დღეს რო არის, რომ პავლე მოციქული გვირგვინი ადგას და ყველგან ხატები არის და ყველგან ესე იგი მთელი ამბები არის და პატივცემენ. არ უყვარდათ პავლე და დარწმუნებული ვარ, არც დღეს ეყვარებათ, რომ ცოცხალი იყოს. და ფიქრობდნენ, რაც მეტად და მეტი დროით ჩაჯდება ციხეში, ჩვენ მეტად გამოვჩდებით და ამ კაცისგან დავისვენებთ. გააჭირა საქმე, ყველგან ესე იგი ჩხუბობს, ყველგან ესე იგი ყველას ჭკუას არიგებს, ყველგან ესე იგი ყველას წინააღმდეგი არის. არ შეიძლება ასე სიყვარული ყველას უნდა მოეფერო. მე მახსოვს შევხვდი ერთხელ ერთ ეკლესიაში პიროვნებას ძალიან ლიბერალურად რო გადაუხვი ეს პროტესტანტულ ეკლესიაში, და მე ვიცნობდი ახლა იქ ყველას და ის უკვე ეპისკოპოსი იყო იმ ლიბერალურ იმაში და მე უთხარი მეთქი, ფრთხილად იყავი მეთქი. ძალიან ესე იგი ყველა მუსულმანებს ყველასთან ერთად აწყობთ მეთქი, ესე იგი მსახურებებს და ესე არ შეიძლება მეთქი და იცით რა მითხრა? რა არის ამაში ცუდიო თუ სიყვარულს გამოვავლენთ ყველას მიმართო? ხო და თუ რა უნდა მეთქვა ახლა სიყვარულის წინააღმდეგ ხო ვერ იქადაგებ? და ალბათ ეს ხალხიც ასე ფიქრობდა, რომ სიყვარული უნდა იყოს, ასე არ შეიძლება პავლე როგორ იქცევა. მაგრამ იყო მსახურთა მეორე კატეგორია, რომელიც კეთილი განზრახვით ქადაგებდნენ სიყვარულით, დაწერილია პავლე მოციქული, რადგან იციან, რომ მსახურების დასაცავად ვარ დაყენებული. ანუ მათ იციან, რომ რასაც მე ვაკეთებ და როგორც ვაკეთებ, გახსოვს გალატელებს ასეუბნება პავლე მოციქული, რომ გეუბნებით პირდაპირ და გამხელთო, ამიტომ ვარ თქვენი მტერიო. ანუ პავლე მოციქული რომ ამხელდა და იცავდა ღმერთის სიტყვა სუფთად და ამისთვის მას მოსდიოდა შეხლა შემოხლები, ხან პეტრესთან, ხან ბარნაბასთან და კიდე იუდეველებთან და რაღაცა, ხალხმა ზოგმა იცოდა და მიხვდა, რომ ეს მისი უსიყვარულობით, უხეშობით და ესე იგი სიძულვილით კი არ აკეთებდა ამას, არამედ დაყენებული იყო ღმერთისაგან სახარების დასაცავად. თუ ის არ დაიცავდა, მაშინ აღარავინ აღარ იქნებოდა, ირგვლივ მიმოიხედა და პეტრე და ბარნაბაც კი, რომელიც ბოძები იყვნენ. ამიტომ ხდება ეს ხალხი, რომ მე ასეთი ყველას დავეტაკები და ყველას ვეჭხუბები და ყველას ისა, იმიტომ რომ დაყენებული ვარ სახარების დასაცავად. ამიტომ ეს კატეგორია ხალხი სიყვარული და კეთილი განზრახვით ქადაგებსო. დიდება იესოს. მაგრამ რა? პირმოთნეობით იქნება თუ გულწრფელად ქრისტე იქადაგება და ეს არის ჩემი სიხარული. ანუ პავლე მოციქული ამბობს, რომ მართალია ბევრი მსახური ცუდად იქცევა, ეხლა გავიგე ჩვენ ამბავი, რომ ერთი დიდი ეკლესიის მსახური შეცდა და ესე იგი ცოდვაში ყოფილა, მაგრამ ასია რა თქმა უნდა ეს ადამიანი, რომელიც ცოდვაშია, ის პირველი კატეგორია დაისჯება, მაგრამ მაინც ღმერთის სიტყვა რო ვრცელდება და ვიღაცამ რო მოინანია და ზეცი და ნიშვა, მე მაინც მიხარია ამ ადამიანის გამო.
იმის გამო კი არა რომ მსახურები ასეთი არის, არა ეს არ მიხარია, მას თავისი სასჯელი მიეგება, მაგრამ ხალხი რომ მაინც ინანიებს, მე ხლა მაგალითად მე მოვედი ბაპტისტურ ეკლესიაში, რომელიც რეგისტრირებული იყო, ხო? და თურმე რეგისტრირებული ეკლესიას თავისი პრობლემები ჰქონდა, ეხლა მე გავიგე. მაგრამ იმის გამო რომ მე ხო ეს არ ვიცოდი, მაგრამ მაინც რომ მოვისმინე ღმერთის სიტყვა და მივიღე, ეს სიხარული არის და მაინც არსებობს. ღმერთი იყენებს ყველას და ყველაფერს. დიდება იესოს. მოდით აქ გავჩერდეთ ძვირფასებო. სიტყვა ძალიან საინტერესო არის. ესე იგი, როდეს იცით ჩვენ რო გამოცდილება არ გქონდეს, ბევრ ამას ვერ მიხვდებოდით, რა წერია აქ. მაგრამ გამოცდილება რო გაქვს, რაღაც რო გაქვს გავლილი, ხო? შენ ცხოვრებაში აღიქვამ სიტუაციებს. დაუფალი ამიტომ ესე იგი ღმერთი ბევრ ამას გვანახებს და ბევრ ამაში გავდივართ. მოდით წამოვდგეთ ძვირფასება.